რუსეთი მუდმივად იმუქრება იმითი, რომ სუვერენიტეტი სომხეთს ძალიან ძვირი დაუჯდება. ეს არის ბედის გადამწყვეტი არჩევნები, რადგანაც არის გეოპოლიტიკური პირველ რიგში არჩევნები და მე ვიტყოდი ნამდვილი სუვერენიტეტი, რადგანაც სწორედ ეს საკითხი დგას. რუსეთი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ადგილობრივ არჩევნებზე იმისთვის, რომ თავისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური შედეგი დადგეს. მოდი ვისაუბროთ ჰიბრიდულ მეთოდებზე. ბოლო დოკუმენტებში, რაც გაჟონილია და რაც არის რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული დოკუმენტები, წერია, რომ უნდა გავიმეოროთ 2012 წლის წარმატება. საინტერესოა თვითონ ეს ეკონომიკური წნეხი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს ამ სცენარებს შორის, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ადამიანები გვინდა არ გვინდა რეაგირებენ საკუთარ ჯიბეს რო ეხება, საკუთარ ოჯახის კეთილდღეობას რო ეხება. რუსეთის ეკონომიკა ამ პირობებში თვლადესე მარტივადაც ვერ გადაიტანს. იმიტომ რომ რუსეთი დღეს დამოკიდებულია სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალურ აზიასთან ვაჭრობაზე. იმიტომ რომ ბევრი გზა აქვს ჩაკეტილი რუსეთში. მიწოდების სხვადასხვა რაღაცთან. ორმაგი დანიშნულების, ტექნიკის მაგალითად და ასე შემდეგ. ეს არის სომხეთის რუსული ორბიტიდან გამოსვლის გაფორმება, თუ ეს არის ამ დიდი პროცესის დასაწყისი.